მოგესალმებით. თუ თქვენ გაინტერესებთ მსოფლიო შოუ-ბიზნესური ამბები, მაშინ უყურეთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. მოდით ვნახოთ, რითი იყო საინტერესო 18 ნოემბერი. ნატო გელაშვილი და გიო ხუციშვილი ახალ სიმღერაზე იწყებენ მუშაობას. ეს არის ქალაქური სიმღერა, რომელიც ნატო გელაშვილს დიდი ხანია დაწერილი აქვს. სულ მალე სანასტუდიაში ფონოგრამას ჩაიწერება და როგორც გითხრეს, სიმღერა უპრობლემოდ უმოკლეს დროში იქნება მზად. დაიწყო ჩვეულებრივად შეიძლება მერეგიო. მერე კუპლეტი და მერე უნდა გაკეთდეს ეგ მაშინ მეორე კუპლეტში. მე გავიგე. დაჯი გეწევს რა. რა კუპლეტი? და პირველი გიოს კუპლეტი? ძალიან დიდი ხანია დროის უხოლობის გამო აღარ მიმღერია, მაგრამ ნატომ დამირეკა იმ დღეს და ისევ ჩვეული მე და ნატოს რაღაცა ჩვეული კი არა, აი რაღაც გულიანი ჩვენებური სიმღერით, რასაც ჩვენ მღერი ვართ, ისევ ის სიმღერა მომასმენინა ძალიან მომეწონა. რაც შეეხება სიმღერას, ცხოველთა შორის დიდი ხანია ეს სიმღერა დაწერილია. რატოღაც ვერ მოუფიქრე ტექსტი, რაღაცა იყოს უპრობლემა და ეხლა დამთავრდა და რა ვიცი, ვერ წარმომიდგენია რომ იმღერო სხვა, იმიტომ რომ იცი რაღაცა ჩემთვის ხო, იცი როგორი მომენტი მოხდა, რომ იმ წუთში როცა გაიჟღერა და ყველა მაინც კი მოისმინა, რომ ყველა მткаრო რომ ეს არის გიოსთვის და შენთვის, ანუ თვითონ ხმებისთვის რაღაცა ის ჩემოცის ფერთვალებას ის წამოვიდა და ეძახიან ჩემოცის ფერთვალება ორი რაღაცა ასე დაარქვეს. არა, სვაგუმით გავადიდოთ, მაშინ მესამე მოდულაცია დავარტყათ, კაცო, რაღაცა. რა მესამე გოგო სია რა სიმღერა ვინ არის ის მომღერეს რა დაი ის სიმღერები მე და ნატოსი, რომელიც მართლა თველთვილის უყვარს და ვინც ყველა ეხლაც მღერიან ამდენი წლის ჩაწერილს, გვინდა რომ არ ჩამოუვარდებოდეს იმას და ცოტა უკეთესიც იყოს, არ ვიცი ახლა მაგას ვერ ვიტყვით, მაგრამ ის სიმღერები მართლა ძალიან უყვართ ხალხს და ყველა მთელი თაობები მღერია. არის მომღერალი, რომელსაც უნდა იცი, აი უთხარო აი აქ გათფი, აქ აი რაღაც სხვა ემოცია და ეს ყოველთვის მექანიკურად კეთდება, იმიტომ რომ ალბათ გიოსაც ძალიან უყვარს ეს სტილი, რაც ქვია ქალაქური და ეს მაინც ის ჟანრია, რომელიც ალბათ ჩვენთვის მაინც დარჩა ძვირფასი ალბათ და მაინც პირველ ადგილზეა ჩვენთვის. პირველი შეხვედრა იყო სიმღერა, არც ვიცი, ჯერ მომასმენინა ისე გამომიგზავნა რაღაცა და ეხა მოვედი და აი სწავლობთ და ჩავწერთ ალბათ რა, არაფერი არ უნდა ეხა ჩვენ ნიჭიერი ბიჭები და გოგოები ვართ. ჩვენ ალბათ დავიწყებთ უკვე ფონოგრამაზე მუშაობას უკვე სულ ამ 2-3 დღეში. დღეს უბრალოდ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ ტონალობა გვაინტერესებდა, რომ საერთო ტონალობა მოგვერგო ორივეს და ეხლა ალბათ უკვე ფონოგრამაზე დაიწყება მუშაობა და მე ვნახოთ მომავლისთვის გვინდა რომ გადავიღოთ. თუნდაც ისეთი რაღაც უბრალო, მაგრამ ისეთი ვარიანტი, რომელიც დარჩება ამ ქალაქს. დათო გომართელის რიგით მეოთხე ალბომი უკვე მზად არის გამოსაშვებად. ის გამოვა როგორც აუდიო, ასევე კომპაქტ დისკის სახით. ალბომის სრული ვერსია სანასტუდიაში დამზადდა. თუ რა სიმღერები შევა მასში, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
просто აქ რითმია გამიგე, ბარაბანები. სხვა არის და აქ დოლებია უფრო. აი ამ ჩვენ მოვისმენთ საბოლოო მასტერინგი აი ამ ახალი ალბომის კიდე აი ეს ერთი სიმღერა დაგვრჩა, რომელიც ბოლო იქნება და დამთავრდება დიზაინი უკვე მზად არის, ძალიან ორიგინალური დიზაინი არის, გიგა ხატიაშვილის გახლავთ. როგორც იქნება თავდება, მე მგონი აი ერთმა სიმღერამ ისე გამაწვალა ბოლო მაინც ყველაზე ძნელია, მაგრამ იმასაც ახლა ვამთავრებთ. ეხლა ჩვენ მოვისმინეთ ერთი ხალხური სიმღერა ხალხურ მოტივებზე, რომელიც ავტორიც გახლავთ მიშა მდინარაძე, მეორე გახლავთ გიგა კუხიანიძის სიმღერა დუეტი ვერიკო ტურაშვილთან, მესამე გახლავთ რუსული ეს ბოშური ლუბა და კიდე მოვისმინეთ მამა აფრიკა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გამოსულა ჩემი ალბომი, ძალიან პოპულარული სიმღერა და ჰიტია უკვე. ამ სიმღერებიდან ერთ-ერთზე ან შეიძლება ორზეც კლიპი გადავიღოთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ-ერთი კლიპი ბონდარჩუკის სტუდიამ გადაიღოს, ერთ-ერთი იქ ბონდარჩუკის სტუდიაში ერთი ქართველი ბიჭი მუშაობს, რომელმაც შემოგთავაზა, რომ მზად არის, რომ აი ერთი კლიპი თვითონ მან გადაიღოს და ნახოთ შეიძლება მოსკოვში გადავიღოთ ერთი კლიპი აი ამ ალბომიდან ერთ-ერთ სიმღერაზე. რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა ნინი ქარსელაძის ვიდეოკლიპის სიმღერაზე ვერ გაიგებს ვერავინ, მთლიანად კომპიუტერული გრაფიკით დაუმზადა. სიმღერა რუსა მარჩილაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი ირინა სანიკიძეს. სიმღერის სახელწოდებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, ვინ რას ვერ გაიგებს. ჩვენ კი ნამდვილად შევიტყვოთ, თუ როგორ მიდის კლიპზე მუშაობის პროცესი. კლიპი გადავიღეთ ზაფხულში, აგვისტოს ბოლოს. მთელი ღამე მიდიოდა გადაღება, ერთ დღეში გადავიღეთ, დღე და ღამეში. ნინი არის არაჩვეულებრივი მსახიობი, არაჩვეულებრივი ბავშვი, შეყვარებული ვარ ნინიზე. და ნუ ყველას გვეძინებოდა და ბოლოს გვეხვეწებოდა გადამიღეთო. ტექსტია ისეთი სიმღერა რუსა მორჩილაძის და ტექსტს რომ მოусმინე რაღაც სიტყვებია ისეთ რომ ალბათ უფრო ირეალური სამყარო მოვუხდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე გრაფიკა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.